გვანახოს ერთი სადყიდულობს 10 ლარად ხორცს იმ მოპარული ფულით, რომელსაც მისი მთავრობის წევრები იპარავენ მუდმივად და არავენ ჩვენს მოსახლეობას. მის დამარცხდა კვერცხის ფასთან და ახლა უკვე ილაშქრებს ხორცის ფასთან. სურს რომ ყველაფერი ჩამოირეცხოს, იმიტომ რომ მან ინიციატივა დააყენა, მან თქვა და შეპირდა ჩვენს მოსახლეობას, რომ ფასების შემცირება მოხდებოდა და ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთ პროდუქტზე შემცირებული ფასი, ტარიფი ელექტროენერგიაზე შემცირების დაანონსების შემდეგ გაიზარდა 30%-ით, პურ პროდუქტებზე 9%-ით, ხორცეულზე 7%-ით, კვერცხზე და რძის ნაწარმზე ასევე ძალიან ბევრით გაიზარდა ფასები. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ეს პროცესი ემსახურება იმას, რომ მან როგორღაც ჩამოირეცხოს ეს დანაშაული, მან კიდევ ერთხელ მოატყუა, კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა, ვის ხელში ვართ დღესდღეობით, ქვეყანაზე პასუხისმგებელი ადამიანი, მაღალი თანამდებობის პირი სრულიად არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა გამოწვევების წინაშე დგას ხალხი, ის რომ ხალხშია და ის რომ დიახაც ხალხისთვის პრობლემა არის ხორცის შეძენა, ამას უკვე იყენებს აი ესე იმორისტულად და წამობრძანდით თურმე 10 ლარად ვიყიდით ხორცს. გვანახოს ერთი სადყიდულობს 10 ლარად ხორცს იმ მოპარული ფულით, რომელსაც მისი მთავრობის წევრები იპარავენ მუდმივად და არავენ ჩვენს მოსახლეობას.